მუშაობს. სასამართლოები პატიმრების მორიგი ნაკადის საქმეების განხილვას იწყებენ დღეს უწყებებს მჯავრდებულთა სია გადაეცემათ, რომელთა საქმეებსაც 2 თვის ვადაში განიხილავენ. ეკაბესელიას განცხადებით ზეპირი მოსმენის გარეშე პოლიდევნილების სისხლის სამართლებრივი დევნა მოეხსნებათ. პარალელურ რეჟიმში კი სხვა მჯავრდებულების ამნისტია მოხდება. მათ შორის მათთვისაც სასჯელის შეუმსუბუქდათ. მის გადაგზავნა სასამართლოებში და სასამართლოები იმედია რომ 2 თვის ვადაში შეიძლება ყველა პატიმრის გათავისუფლებას, ვისაც გათავისუფლება ეხება და ყველა საქმის გადახედვათ, რომლებიც გადახედვაც ექვემდებარება, თქვათ, ლაპარაკია ნახევრის ან მეოთხედის ჩამოკლებაზე. დაიწყება სასამართლოში ყველა საქმის განხილვა და ძალიან მარტივი პროცედურით ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდება იმ ძებნილი პირების მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა და პატიმრობის შეცვლა, რომელთაც აქვთ შეფარდებული. ამის შემდეგ პარალელურ პროცესში იწყება ამნისტიის აღსრულება სხვა მჟავრდებულების მიმართ და ბრალდებულების მიმართ და ასეთი არის საკმაოდ დიდი რაოდენობა.